ეს ერთი და უკანასკნელი და პირველი საკითხი არ არის, როდესაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა კუთხიდან შემოტევები მიდის, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს, შესაბამისად გადაწყვეტილებასაც მერე უკვე პარლამენტი იღებს. თავისთავად სულისკვეთებას გეტყვით, რომ აბსურდია ეს და აბსურდია მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც არჩევნებამდე დარჩენილი არის თუ არ ვცდები 7-8 თვე ადგილობრივი არჩევნებამდე, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების მიღება, რომელიც მოქმედ თვითმმართველობას ეხება, საერთაშორისო ყველა ნორმის დარღვევა იქნება. ასე რომ მე მგონი ბატონი კუკავა უბრალოდ საკუთარ სურვილებს ახმოვანებს, თუმცა ახლა ეს უკვე ისე მეორე ჩვენ ყალაში ყველაფერია შესაძლებელი, მათ შორის ის რომ პარლამენტმა სრულად დაუსაბუთებელი კანონიც მიიღოს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი პიარის ნაწილია.